დაახლოებით 3 თვეში კი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. ნაციონალურმა მოძრაობამ საარჩევნო მარათონი უკვე გახსნა. ადგილობრივ არჩევნებში ყოფილი სახელისუფლებო გუნდის თავმჯდომარე დედაქალაქის ყოფილი მერი და თბილისის სიის პირველი ნომერი გიორგი უგულავა იქნება. რატომ გადაწყდა, რომ უგულავა თბილისის მერის პოსტზე კენჭისყრას აღარ აპირებს, რა ხდება ოფიციალური განცხადებების მიღმა კულუარებში და დასახელებული ორი კანდიდატი და რეალურად ვის უჭერს მხარს ნაციონალური მოძრაობა. თაწმინდის მოქმედ გამგებელს ნიკა მელიას თუ დეპუტატ გიორგი ვაშაძეს. მიიჩნევენ თუ არა თავს ერთმანეთის სერიოზულ კონკურენტებად ნაციონალების ფავორიტები. ის რაც ღიად ჩანს და ის რაზეც ღიად არ საუბრობენ. კულუარული დეტალების გარკვევას ინგა გრიგოლია შეეცადა. ორი კანდიდატი, ორი ფავორიტი ყოფილ სახელისუფლებო გუნდში. აქედან ერთს, როგორც ამბობენ, გიგი უგულავას მხარდაჭერა აქვს, მეორეს კი მიხეილ სააკაშვილის. მათ შორის მძაფრი კონკურენცია მერობის კანდიდატებად დასახელების პირველივე დღეს ღიად გამოიკვეთა. ნიკა მელიაზე რა სიტყვით არის შანსი რომ მაგაჯობს? ნიკა მელია ჩემი მეგობარია, თუმცა მე არ მივიჩნევ ხა სერიოზულად თქვა პრაიმერის პროცესს. მას არ მიაჩნი ხარ თქვენ სერიოზულ კონკურენტად? კი ბატონო, ეს თუ დაასკვნა მან გააკეთა ყველაფერი გამოჩნდება თითქმის თავზე ნახოთ. უგულავას ნაწილი სურს რომ პრაიმერში გაიმარჯვოს და მერობის კანდიდატი გახდეს ნიკოლოზ მელია, სააკაშვილი და დანარჩენი შემადგენლობა კი ცდილობენ რომ ამ გამარჯვებაში აღმოჩნდეს გამარჯვებული უпростоრედ გიორგი ვაშაძე. არა, ეს არ არის. მინდა გავაწმილო ყველა ადამიანი, ვინც ფიქრობს რომ ჩვენთან რაიმე დაპირისპირება. მე უცბად უნდა გითხრათ, ამას ვერ დავადასტურებ. ხა შეიძლება გიგის კონდეს რაიმე პრეფერენცია, სიმპათია, მაგრამ იგიც ნამდვილად არ გამოხატავს, ამას ესე ღია. შეიძლება მე რაღაცას გრძნობდე, შეიძლება გრძნობდეს ასევე გიორგი ვიღაცის მხრიდან სუბიექტურობას, ანუ მსგავს რაიმე განცდას, მაგრამ ჯერჯერობით ამის ასე ღია დადასტურება არ შემეძლო. ერთი თაობა, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულები. ერთი პოლიტიკური ლიტერატურითაა გატაცებული, მეორე დეტექტივებით. ერთი ახალაშენებულ კორპუსში მცხეთის ქუჩაზე 60-ოთახიან ბინაში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს, მეორე მშობლებთან და დასთან ერთად 1914 წელს აშენებულ ისტორიულ სახლში, სადაც ბევრი ცნობილი ფილმია გადაღებული, მათ შორის დათა თუთაშხია. ერთი გამოცდილი პოლიტიკოსია, მეორე გამოუცდელი, რომელსაც სხვათა შორის მიაჩნია, რომ სწორედ ეს გამოუცდელობა იქნება მისი წარმატების გარანტია. მე ვფიქრობ, რომ თბილისის მერი უნდა იყოს ძალიან კარგი მენეჯერი, მეურნე, რა თქმა უნდა, და მე ამის კვალიფიკაციაც ცოდნაც მაქვს და გამოცდილებაც მაქვს და მეორე ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს აპოლიტიკური, გარკვეულად პოლიტიკაშიც უნდა იყოს ჩართული და ღიად გეტყვით რატომ? იმიტომ რომ თუ საუბრობთ, რომ თბილისი რეგიონის ცენტრია და არა მარტო საქართველოს ცენტრი, შეიძლება გქონდეს იმის შესაძლებლობა სწორედ პოლიტიკური თვალსაზრისით, რომ გარშემო ქვეყნებთანაც დაამყარო კონტაქტი. ვფიქრობ, ამ კონკრეტულ არჩევნებში მას ჩემი სუბიექტური აზრი აქვს, ნაკლები შანსი აქვს. ვინაიდან ზუსტად იმას ვამბობ. რატომ? იცით, აი პოლიტიკიდან, როდესაც შენ ხარ აქტიურ პოლიტიკაში, რეალურ აქტიურ ეროვნულ პოლიტიკაში, ხომ? გამორიცხულია შენ დაივიწყო გუშინდელი დღეს რეალური პოლიტიკა და არ გამოყვეს ის დაუშვათ მაცდუნებელი თვისებები, რაც უკავშირდება რას? PR-ზე მუშაობას, უკავშირდება რას, აი რაღაცა რეიტინგის ამაღლებას, რაც რეალურად ეხლა მერი ამით არ უნდა იყოს დაკავებული. გიორგი არის ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გამოცდილი პოლიტიკოსი, ის მონაწილეობს დებატებში, ის არის პარლამენტის წევრი. ნიკას აქვს აბსოლუტურად სხვა აქცენტი და აბსოლუტურად სხვა ნატურა. ის არ უდგება ამ საქმეს როგორც პოლიტიკას და თბილისელების უმრავლესობას სხვათა შორის ასე აფასებენ, რომ უფრო მეტად სამეურნეო და მენეჯერული საქმიანობა. ერთი დაოჯახებული, მეორე უცოლო, რომელიც ჯერჯერობით არც აპირებს დაოჯახებას. არ არსებობს ამ თბილისში გოგო მერობის სავარაუდო კანდიდატი. მამის თაობა რომ მეუნება მე მეგობრები რომ არ აპირებ შეყვარებული არ ყავს ხო არის ეხლა ოჯახური მეუნები ჯერჯერობით ჩემი შეყვარებული არის ბანალურია, მაგრამ ნუ იუმორში ვამბობ ჩემი შეყვარებული თაწმინდის რაიონი. მე ბედნიერი ვიქნები რომ მაშინაც არ მყავდეს ცოლი, როდესაც შემეძლება თქვა რომ ჩემი შეყვარებული დღეს არის ქალაქ თბილისი, როგორც ქალაქის მერმა. ანუ მერი თუ გახდებით არც მერი არ აპირებს. აი რა თქმა უნდა, ხო იცით ეხლა ბედი არ ვიცი რას მოიტანს.
რაღაც ისე დაემთხვა, რომ ქეთი ძირითადად კეთო, ძირითადად აქ არის ყოველთვის, მაგრამ ეხლა თავის სამსახურიდან მარკეტინგულ კომპანიაში მუშაობს და დასული არის მაინც და მაინც დღეს დილით წავიდა გამდენიას. არ ვიცოდი, რომ ესეთ სიტუაციაში იქნებოდა გადაღება. ოჯახი გულშემატკივრო? რა თქმა უნდა, აბა რა. ჩემი მეუღლე მარკეტინგის სპეციალისტია, ასე რომ ჩაერთვება საარჩევნო კამპანიაშიც ალბათ. ვინაიდან ახლა ფეხბურთი არის ძალიან საყვარელი სპორტი, ჩვენთვის ეს ვიპოვე. ძნელია იმის თქმა, იციან თუ არა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა, რომ როცა ნიკა მელიას ოთახში შედიხარ, პირველი რაც თვალში გვხვდება, არც მეტი, არც ნაკლები ფეხბურთელ კახი კალაძის პოსტერია. დიდი ხანია ეს სურათი კიდევ თქვენ? ეს დაახლოებით 15 წელიწადია და ალბათ. ხელი არ შეუშლია იმ ფაქტს, რომ დღესაც 10 წელიწადი. ვიცე-პრემიერი და თქვენ არა, იცი რა არ უყურებ. განცხადებით. არ უყურებ, იცით, არ უყურებ ასე მკვეთრად. მამაშვილი ნიკას? რატო? აი ამ პოლიტიკის გამო არ მინდოდა. იყო პერიოდი, ჯერ კიდე არ იყო თუ არ ვცდები 2007 წელი, ან შეიძლება 2007 წელი და თქვენ მაშინ ძალიან აკრიტიკებდით სააკაშვილს. თუ არ ვცდები რაღაც პრობლემებიც ჰქონდათ, კი ნაღამ დაგიჭირეს თუ რაღაც ასეთი და მე ვიცი რომ თქვენ არ გულშემატკივრობდით ნაციონალურ მოძრაობას. ეხლაც არ გულშემატკივრო მაინც და მაინც რომ თქვა, იმიტომ რომ უკვე მოგბეზრდა ეს პარტია, ის პარტია. ქართული საქმე აკეთო. ძალიან დავიღალე, ესე იგი შეუძლებელია რომ ამდენი სართული ამოატარო ადამიანს. ჩვენთვის ვარჯიშია. ჩვენ ესე ვარჯიშობთ, ყოველდღიურ საღამოს გვიწევს ასლად. საქმედულობდით მაშინ ლიფტი რო არ იყო ვერ მიხვდით? გიორგი ვაშაძის მეორე შვილი დაჩი სწორედ იმ დღეს დაიბადა, როცა ნაციონალურმა მოძრაობამ საპარლამენტო არჩევნები წააგო. თავად თulis რომ უალტერნატივო კანდიდატია. მოგწონთ გიგი უგულავასი, როგორც ყოფილი მერის და რას თulit მის მინუსად, იმას, რასაც თქვენ არ გააკეთებდით არასდროს თუ კი მერე იქნებოდით. პარტიული ვალდებულებების მიღმა თუ შეგიძლიათ. მე გეტყვით, რომ ღიად თქვათ, რომ გიგიმ ძალიან ბევრ რამეს მიაღწია თბილისში, ძალიან ბევრ რამე გააკეთა, მის სახელს უკავშირდება დასუფთავების სამსახური, საწყობა, გზები, ინფრასტრუქტურა, გამწვანების გარკვეულწილად მოგვარება და ასე შემდეგ. ეს მნიშვნელოვანია. მე რასაც ვიტყვი მოსახლეობას, რასაც ვიტყვი, მე გაცილებით ახლოს ვთქნებით ითეოლ ოჯახთან. პოლიტიკურ საქმიანობას თუ ან მეურობისას თუ შევაფასებთ გიგი უგულავას, მინუსი ალბათ ის იყო, რომ ის თუ უფრო ნაკლებად იქნებოდა იმ პოლიტიკაში, რეალურ პოლიტიკაში ჩართული, ბევრად უფრო მეტად წარმატებული მერი იქნებოდა. დღეს იმაზე არ ფიქრობენ, რომ რეალურად დიდი ბრძოლა მოსაგები ქართულ ოცნებასთან აქვთ. მათ ჯერჯერობით ბრძოლა ერთმანეთს უნდა მოუგონ. ნაციონალურმა მოძრაობამ არ იცის საბოლოოდ ვინ იქნება მერობის კანდიდატი, თუმცა უკვე გადაწყვეტილია, რომ სიის პირველი ნომერი გიგი უგულავაა. გიგი უგულავა იქნება ნაციონალური მოძრაობის მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატი. ეს კითხვა მე გამიჩნდა და მაინტერესებს თქვენი პასუხი. ნამდვილად ვერ გეტყვით. ამასაც პრაიმერი გადაწყვეტს თავის დროზე. მისი გეგმები, რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში მის გადასაწყვეტია და უკვე შემდეგ მთელი პარტიის მხარდასაჭერი. გამოცდილი პოლიტიკოსები ჯერჯერობით დუმან, თუმცა იმას, რომ უგულავას კანდიდატურა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უკვე განიხილება, ადასტურებენ ნაკლებად გამოცდილები. უგულავას გუნდი თბილისის საკრებულოში, როგორც აღმოჩნდა, ამაზე უკვე ფიქრობს. მე არ ვიცი, გიგის საპრეზიდენტო, ჩემი პირადი აზრია, რომ ან მინიმუმ პრემიერ-მინისტრი ან პარლამენტის პრეზიდენტობაზე ალბათ იბრძოლებს სამომავლოდ. განიხილავთ თუ არა, რომ შესაძლებელია მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს თქვენი მეუღლე? შესაძლებელია, საპრეზიდენტო არჩევნების შორეული პერსპექტივაა, მანამდე უგულავას მოუწევს იყოს ნაციონალების ლოკომოტივი თვითმმართველობისთვის ბრძოლაში.